მოგესალმებით მეგობრებო. ერთი თვის მერე, საათს ერთი თვეა უკვე თვეზე მეტი დაჟე. ვიდეო არ განამიღია და არც დამიდია. ანუ არაფერი გავიკეთებია მანქანას და მაგიტომ წინა ვიდეოს ვინც უყურეთ და ვინც იცით, ეს ვიდეო წესით უნდა დაწყებულიყო სარკის მოგვარებით, მაგრამ სარკესთან ჯერ ადრე არის. იმდენი რაღაცები გამოჩნდა. მოგეთ ერთი თვეა მანქანასთან მეც არ ყოფილვარ, უბრალოდ ვიყენებდი გადასაადგილებლად და არაფრის გასაკეთებლად არ მოვსვარ და დღეს როგორც იქნა გამოუნახე იმის დრო, რომ გამოვიდე და ჩემს 124-ს თუ არ გავაუმჯობესებ რაიმე მაინც გავუკეთო რა, იმიტომ რომ ვინც ჩემი არხის მაყურებელია, ყველამ კარგად იცის, რომ იანვრის დიდ თოვლობაში 2026 წლის საათს 2 იანვარს 3 რო თენდებოდა ბედობა დღე. ჩავრჩით კუკიაზე თოვლში, ანუ ისეთი თოვლი იყო რომ ვეღარ ავედით. იმიტომ რომ მანქანები რო გაიჭედნენ ჩვენს გავჩერდით და ჩავრჩით და მაგის გამო სადანგრატე შეგვივარდა შიგნით. მაგის გამო არ შეგვარდნია, უბრალოდ სადანგრატე რო დაუდეთ მოყინულზე, რო გაიყინა ყველაფერი, ეს ამის რეზინები აქვს. რეზინებიც აქვს და თავისი სადანგრატე ადგილიც აქვს. უბრალოდ ჩემი დანგრატი არ მქონდა და მაგის გამო სხვა მანქანის დანგრატი დაუდეთ და ანუ ამ წეს და მოდი ამ წეს დაუძახებ დანგრატი მაინც არ არის ქართული და ვიმეთყველოთ ქართულად. სხვა ამ წერო დაუყენეთ მოკლედ. მოლდინგზე გასრიალდა. მოლდინგზე არა, მანქანის კანტზე გასრიალდა და შეგვიღუნა და შეგვიკეცა მთლიანი ეს კარნიზი რა. ეხლა განახებთ რაზე ვსაუბრობ. ზე მაქვს საუბარი კარის ქვედა კანტი რაც არის, აი ეს შევარდა რა. და ეხა მინდა რომ მოუხსნა და ცოტა რაღაცა ჟანგს ვხედავ რა. ცოტა რაღაცა ჟანგებს ვხედავ და თან მინდა რომ ამ მანქანას პირველ რიგში მოუგვარო ის პრობლემა, რომ ის პატარა ჟანგი რაც აქვს, ის პატარა ჟანგიც აღარ კონდეს, რომ ყველაფერი რავი თუ მოსაჭრელი და ჩასაკერებელია ჩავაკერო, დავაბეშუმოთ და ბოლო-ბოლო მივიყვანოთ იმ კონდიციამდე და იმ მდგომარეობამდე, რომ ვთქვა რომ მანქანას ჟანგი საერთოდ არა აქვს. ნუ პატარა ჟანგებით ვიყიდე არა, პატარა ჟანგებით მაჩუქეს ეს მანქანა. ანუ ამ მანქანის ისტორია არ ვიცი მოყოლილი მაქვს თუ არა, მაგრამ მოვყვები აუცილებლად მე მომავალში ისეთი გეგმები გვაქვს მეგობრებო. ამიტომ დარჩით ვიდეოს ბოლომდე და ლაიქეთ გამოვიწერეთ არხი და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს, რადგან უფრო დიდი мотиваცია და უფრო დიდი ნახვები ლაიქები დავაგროვოთ, რომ მე იქნება სპონსორი გამოჩნდეს და ეღირსოს 124-ს 5-დან 0 ემას 13. ნუ კომპრესორი თუ იქნება, ეხლა რა თქმა უნდა უკეთესი, მაგრამ 5-დან 0-ს გეგმობთ რა. Karma მომპარა. საშინელი მდგომარეობა ნახეთ. ნახეთ რა მდგომარეობა. იმენა ცხოვრებაში კაცი შულს არც მოხსნილი აქვს, არც ეს კაიელი მოჭკები კაი. ნახე. ფუბლა. სუქიშიანი ვარ მეც იმენ ამის მოხსნაში. მოკლედ რა, ეხა მიკროფონის გაკეთების ნერვი არა მაქვს. ამას რასაც უყურებ, ისეთი მდგომარეობა გვაქვს. თლიანად უნდა დავშალო. ეხა ალბათ კრივოს მოვხსნი. თლიანად მოვხსნი, იმიტომ რომ ყველაფერი მინდა ვიცოდე, სად რა როგორ ანაირად. და ჯერ აქეთ მხარეს მივხედოთ და მე გადავალიქით რა. გამიშრა ყელი ისე მწყურია. აუსაშინელი მდგომარეობა, იმენა საშინელი მდგომარეობა რა. ნუ ეხა თავი მოსაკლავი არ მაქვს ისეთ მდგომარეობაა, მაგრამ ეთყობა რომ პატრონებს არ ევასებოდათ. წინა პატრონებს. კარგად არ უვლიდნენ რა.
ისეთი რაღაცეები ხდება აქ რა, ой, ჩემი, იმასაში ახან აი ნახე. საშინელებაზე. დავაი, ახლა მივაყენებ საბურავს ისევ. ჩამოვწევ რომ მთლიანად მოხსნა კრილო რა. თორე ამას ისე ვერ გავაკეთებ, ჩანსი არ არის. მოკლედ იმენა ერთის გაკეთებით მეორე რო არ გამიფუშტეს შეუძლებელია იმენა ვიღაცას იმენა დაწყევლილი ვყავ. საბურავს უჭერდი ხელით. დაჟე კონტროლკაზეც არ გადავსულა რა და აი. ჩაწყდა. აუ, აი ხა მომეშალა ნერვები ამის დეტა. ფუ ბლად რა იმენა. ყველაფერი მე უნდა დამემართოს რა. აი ვინმეს თუ არ მოსულია ეგეთი რაღაცა მე ვიქნები პირველი ვისაც მოუვა. არა ხა ეს პირველი არა ვარ ვისაც ესე მოუვიდა, მაგრამ მაინც რა. დავიწყე იდოქში ხა. დაშლა რა ვაფშე აი თლიანი ცხვირი უნდა დავშალო მარტივად რო ახსნა მარტო კაპოტი უნდა დავტოვო რა. ეს ყველაფერი ჩემთან ნანახი გაქვთ უკვე ძალიან ბევრჯერ მაქვს მოხსნილი უკვე ეს ყველაფერი. ამას აღარ განახებ TikTok-ში ახლა წუთს შესვენება ავიღე. თორე უკვე აღარ შემიძლია რა გავარ. სულ თეთრი გამოვედი სახლიდან და სულ შავი ვარ ახლა. როგორც იქნა მოხსენი ყველაფერი და ცუდად ვარ ისე დავიღალე. სიძველისგან მეგობრებო, ვისაც 124 ყავთ დააპირებთ მოლტინგების მოხსნას. დაიმახსოვრეთ და გაითვალისწინეთ. შეიძლება კბილები გატყდეს. ეხლა მე მაგალითად 2 ცალი გამიტყდა. შპილკები თუ კბილები რაც გენთ ის დაუძახეთ, ეხლა განახებთ რაზეც მაქვს საუბარი. საუბარი, ვიჯო, აი უკვე სიცხისგან მეგონი. სისტერტყმა მაქვს მიღებოდა ამათზე მაქვს საუბარი. ეხლა მე ეს მაგალითად არ გამიტყდა, მაგრამ აი ეს მაგალითად, აი ეს გამიტყდა, ეს მაგალითად გამიტყდა და ეგრე რა. აღარ შემელია, მაგარი მზე არის, ქარია, ყველაფერი ერთად არის. ჟანგები არ გვაქვს ვათაშორის, მოიცა დავარეგულირო. ჟანგები არ გვაქვს ვათაშორის, მე როგორიც მეგონა, აი ერთი გვაქვს, აი ეს რა. შევარდანილი შევარ. დანარჩენი გრავი ერთად არაფერი, აი ხა ესე პატარა რაღაცები, ნუ ხა მოჟნა რა, ყველა მანქანას რა გიგა. მით უმეტეს 40 წლის მანქანა. ეხა კრილოზე დამრჩა აქ წეღან, არ ვიცი მეგონი შეიძლება ის კადრი ჩავთო შეიძლება არა, მაგრამ აი აქ არის 3-10-იანი ბოლტი. ერთი დამრჩა და ბოლდინგი მოხსენი იმის გამო, მაგარი არის, ება ჩამეკეტა მანქანაც. აი ამ ბოლტზე მაქვს საუბარი, აი ამ ერთი ცალის გამო. აი კარის მოლდინგები ყველაფერი დავხსენი რა, 10-იანი არის. 3-10-იანი არის, ერთი აქ არის, ერთი აქ არის და ერთი აქ არის რა. დანარჩენი ბოლტები მოხსენი, ყველაფერი თავისუფალია. გადმოვედით მარცხენა მხარეს. ჯერ ახლა ზაშიტნიკს მოხსნის შიგნიდან. თუ რაც ქვია. აი ესეთი არის პლასმასის არის მეგობრებო, შპილკა რა ესეც უბრალოდ 10-იანი არის ესეც. ეხლა ქვემოთ შპილკებს რომ მოხსნით, ეს მოკაჩოთ ზემოთ. აი აქ კბილები აქ აი ესეთი აი. ვაი, ჩამოვარდა ხერხემი. მოდი ჩელ ფიჩიჩიკო. აი ამ შპილკებზე ზემოთ ამოწევთ და ეგ არის რა. უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. არანაირი ჟანგი არ აქვს, ერთი აი აქ რა. აი ეს არის ამის ჟანგი. ისე სხვა არაფერი. იქით დანარჩენი ყველაფერი რიგზე არის, აი საერთოდ რიგზე არის. გაგვიმართლა ძალიან რომ იმაზე მეტი არ ქონდა ვიდრე ვფიქრობდი რა. აქეთ ხარეს ერთ 5 წუთში დავშალე რა, იმიტომ რომ უკვე ვიცოდი პრაქტიკულად როგორ უნდა მექნა. просто იქით ხარეს მაგარი ვიწვალე. აი ეს არის ჩვენი მთლიანი 124, მოიცა ეს მოიღო. აი დასლი მდგომარეობაში. ესეც ჩვენი ნაწილები
ყველაფერი შენარჩუნებული გვაქვს. არაფერი არ გაგვიფუჭებია. ეს არის რა. რომ შრაიმებს ვიღებდი რა, შპილკებს რო გზაში არ გამწრის და რო შლიდი, ვიღაც კაცი მოვიდა რა, ახალგაზრდა ბიჭი. ხო არ შლიო მინდაო და მითი არა მეთქი. მოკლედ დაშლზეც კი ყავს ამ მანქანას კლიენტი რა. ხოდა ესეთი მდგომარეობა. მაგარი მანქანაა რა. დაშლილი აწყობილი არავის არ აინტერესებს, ყველა ყიდულობს რა. ნუ ვისაც მართლა ევასება და მაგითო. მოკლედ დღევანდელი დღის ბოლო კადრი დაშლის რა. ეს არის 360-ს განახებთ. ესეთი მდგომარეობა გვაქვს. კლიანად დაშლილია მანქანა. რავი, არაფერი აღარ არის ზედერთი, უკანა ბამპერია და ეგეც ეს ყველაფერი შიგნით არის ჩატენილი. საბარგული უნდა განახოთ მაიცა. გავხსნათ მანქანა. ყველაფერი შიგნით ყრია, იმენა ყველაფერი შიგნით არის. ოპა. აი ჩავკეტოთ ახლა და ცოტა ხანი დავასვენოთ მანქანა. გაყოფილი ვარ საბოლოო ჯამში რა. რაც მეგონა იმაზე ნაკლები არის პრობლემა და იმაზე ნაკლებია მოსაგვარებელი რა. ყველაფერი მალე იქნება და 5-დან 2-ისთვის გაემზადება მალე ჯიგარი. თუ დაგვასპონსორებს ვინმე უფრო მალე გაემზადება, მაგრამ 1-3-4 თვე ალბათ ჩემ ფეხები ვერაფერი ვერ იქნება.